Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო თემების განხილვას და დღეს იცით რაც ხდება მსოფლიოში. მე მინდა ცოტაოდენ გელაპარაკოთ ისრაელის შესახებ. რა ხდება ისრაელში? რატო არის ისრაელი ჩართული ამ ომში? რატო დაჭირდა ისრაელს საერთოდ ეს ომი? ამაზე ყველაფერზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. მე გულის ტკივილით ვამბობ ამას, რომ სამწუხაროდ მიწევს ისრაელზე ისევ და ისევ საუბარი, რათა ძალიან ბევრი სამწუხაროდ იმდენი ცუდი ხალხი და ცუდად დამოკიდებული ისრაელის მიმართ ყოფილა საქართველოში, მე წარმოდგენაც არ მქონდა ესე სიმართლე ვგითხრათ. ამ ხალხს სამწუხაროდ ძალიან მოკლე ისტორიული მახსოვრობა აქვს. ვის მხარეს იცავენ, რა მხარეზე გადავიდნენ, როდის იყო დამყრობლები, სპარსეთი, არაბები, ირანელები, ქართველების მოძმეერი, ან როდის უნდათ მათ ჩვენთვის კარგი, რომ აი თქვენ ახლა ეკომაგებით. ეს მესმის ყველაფერი საიდან მოდის? ეს მოდის ყველაფერი გაუნათლებელი რელიგიური პირებიდან, რომლებსაც არ აქვს წაკითხული წმინდა წერილი, მათ არ უნდა რომ წაიკითხო წმინდა წერილი და ისინი ამ სისულელებით, ამ ბჟუტურობით გამოათაყვანეს ხალხ მრევლის აზროვნება, გონებას ეს ყველაფერიც და სამწუხაროდ ამ ხალხს ასე ასწავლეს და ასე ესმის. ძალიან გულისკივილით ამას ყველაფერს შემოგარგება, რომ უმეტესობა ანტისემიტებისა ვერც კი აცნობიერებს რა ბოროტების მხარეს დგანან ისინი. მე არ ვამბობ იმას, ვინც შეგნებული პოზიცია აქვს ისრაელის სიძულვილი და შეგნებულად ზუს ებრაელები. მე ასეთ ხალხზე არ ვამბობ. მე ვამბობ ის ხალხზე, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ეს ვიდეო ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი. ჩემო კარგებო, უნდა გესმოდეთ ქრისტიანული მოძღვრების მთავარი პრინციპი რა არის და მთავარი მონაპოვარი. მთავარი მონაპოვარი ქრისტიანობის ეს არის წმინდა წერილი, ბიბლია და ბიბლიას უნდა ენდოთ. ეს წმინდა წერილი რას გეუბნება და რას გასწავლის, ამას მღვდელი შენ კი ვერ აგიხსნის. წესით მღვდელმა უნდა აგიხსნას და გასწავლოს, მაგრამ იმის მაგერად რომ ალბიონიდან იქადაგოს ბიბლია და სახარება, ქადაგებს პოლიტიკურ მოვლენებს და ქადაგებს მასონებს და ქადაგებს ისეთ რაღაცებს, რომ აი აბსურდია საერთოდ ახლოსაც კი არა ბიბლიასთან ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ეს ასია დღევანდელ დღეს და ამიტომ გეუბნებთ, რომ ქრისტიანობის მთავარი მონაპოვარი რაც არის დღევანდელ დღეს, ეს არის წმინდა წერილი. ჩემო კარგებო, 2000 წლის მანძილზე ბოროტება ებრძოდა ღმერთის სიტყვას, ანუ ბიბლიას. რატო ებრძოდათ, იცი? ამ წმინდა წერილში არის აღწერილი მისი დამარცხება, მისი განადგურება და მას ეს არ უნდა. ეშმაკმა ღმერთის სიტყვაში ეჭვი შეატანა ადამიანს ჯერ კიდევ ედემის ბაღში. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება, ჩემო კარგებო. 2000 წლის მანძილზე მავანი ხალხი, ვინც ეშმაკის სულით იყვნენ აღსილით, ცდილობდნენ ღმერთის სიტყვას დაკლინებას, დახურვას და ამ ბრძოლაში წარმატებით გამოიყენა ეკლესიაც სამწუხაროდ. იმიტომ რომ ეკლესიაში მოხდა ისეთი რამეები, რომ აი ჩანაცვლება მოხდა. ჯერ კიდევ ეს დაიწყო იესო ქრისტემ და იუდეველებში დაიწყო ისრაელში, როდესაც ისრაელში და იუდეაში მამების გამონათქვამება და მამების სწავლება უფრო მაღლა დააყენეს ვიდრე ღმერთის ცნებები. იგივე გამეორდება, ისტორია ისევე მეორდება. არაფერი ახალი არ არის ცისქვეშეთში, როგორც ეკლესიასთან ამბობს. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველი და ეს უძველესი ხრიკი არის ღმერთის სიტყვაში ეჭვის შეტანება, ეს არის ზუსტად ეშმაკის ხრიკი. და ის ცდილობს, რომ გითხრას, ბიბლიას შენ ვერ გაიგებ, ბიბლიის გაგების უნარი შენ არ აქვს, რადგანაც ის სულიერი წიგნია, შენ არ ახარ იმ სულიერი დონეს, რომ შენ გაიგო და ჩახსნე ბიბლიის სიმაღლეებს და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა წაგიკითხოთ ის, რომ თავად ღმერთი რას ამბობს თავის სიტყვაზე. ცოტას ვისაუბრებ ამას და მე ისეზე გადავალ, რადგან ეს ურთიერთკავშირშია ერთმანეთში და ამიტომ მე მინდა რომ აი ჩემი მთავარი აზრი და აზრი გადმოგცეთ დღეს, რას ვლაპარაკობ, რას გულისხმობ. უყურეთ, მეორე რჯულის
29 თავში როგორი სიტყვები არის ჩაწერილი. მეთის სიტყვაზე ალაპარაკე. რადგან ეს მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, ეს არის მეორე რჯულის 30 თავის მე-11, მე-12, მე-13 მუხლები, მე-14 მუხლის შატვით. და მინდა რომ აი კარგად ჩაცდეთ ამ სიტყვებს, თავად ღმერთი რას ამბობს თავის სიტყვაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გვესმინდეს. რადგან ეს მცნება, რომელსაც გამცემ დღეს, არც მიუწვდომელია შენთვის და არც შეუძლებელი. ზეცაში არა იგი რომ თქვა ვინავა ჩვენთვის ზეცა და ვინ ჩამოგვიტას, რათა მოვისმინოთ და აღვასრულოთ. ანუ გიდებს უკვე არც ღვიძლ გაღმა იგი რომ თქვა შეგეძლოს ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და ვინ წამოგვიღებს რომ მოგვასმენინოს და აღვასრულოთ. რადგან მე-14 რადგან ძალიან ახლოსა ეს სიტყვა შენთანაა, შენს ბაგეზეა, იგი შენს გულშია, რათა ასრულებდე მას. და მე-15 მუხლი. ახლა შენს წინაშე დამიდევს დღეს სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება. ღმერთის სიტყვა, კითხვა და შესრულება ეს არის შემოკარგებო სიცოცხლე. მისი უგულვებყობა ეს არის სიკვდილი და უბედურება და ბოროტება. აი ესაა შემოკარგებო რომ თქვენ გესმოდეთ. ანუ ნუ უსმენთ იმ ხალხს ვინც ამბობს, ბიბლიას თქვენ ვერ განმარტავთ, სად შეგიძლია თქვენ ბიბლიის განმარტება, ეს ღმერთმა მარტო სამღვდელოებას მისცა. ეს არის ზღაპარი, მოგონილი ტყუილი, იესო ქრისტეს დროსაც ასე აკეთებდნენ ის გამყიდველი კორუმპირებული რაბინები და კორუმპირებული სამღვდელო პირები, როდესაც ეუბნებოდნენ შენ არაფერი არ დაგიმთავრებია და საიდან გვასწავლიო, საიდან იციო, რა უფლებით გვასწავლიო. ხვდებით, ეს ყველაფერი კარგად დავიწყებული მეთოდია. მაშასე, მეკითხეთ რომ დაუჯერეთ ღმერთის სიტყვას და არ დაუჯეროთ იმ უნამუს და ნამუსგარეცხელ სამღვდელოებას, ვინც ისრაელის მიმართ 1000 გვარ სისულელეს იგონეს და რომელსაც გადაშლილიც არ აქვს ბიბლია და არც წაუკითხია სამწუხაროდ. მაშა ხდება დღეს ირანში, ისრაელზე. თქვენიც ახლა ისრაელს და ირანს ომს საომრე ოპერაციას ებრაელებმა დაარქვეს ლომის წამოდგომა, ანუ ლომის ამაღლება, მომაღლება. ამ კეცლავე, ასე ქვია ივრითულად ამ სიტყვას და ეს არის წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც არის დაწერილი ბიბლიაში და რომელსაც თავად გამჩენი უზენაესი ამბობს ისრაელის მიმართ. მცირე კონტექსტს გეტყვით. როდესაც ისრაელი გადიოდა უდაბნოში, მეფე ბალაამა დაიქირავა წინასწარმეტყველული ბილყამი, რათა დაეწყევლა ისრაელი. მაგრამ ბილყამმა ვერ დაწყევლა წყევლის მაგივრად, ღმერთმა მას ეს სიტყვები ჩაუდო ბილყამს და ნახე რას ამბობს ბილყამ წინასწარმეტყველი. წამოიმართება ხალხი ლომის ბოკვერივით და ლომივით აღიმართება. სანამ ნანადირებს არ შეჭამს და მოკლულთა სიცხს არ შესვამს, არ დაწვება. ეს არის წინასწარმეტყველური სიტყვა ისრაელზე, რომელიც შემოკარგებო ასრულდა მაშინ და ახლაც სრულდება. თქვენ იცით რომ ბიბლიურ წინასწარმეტყველებს რამოდენიმე განზომილება აქვს და ამ ბევრი მაგალითი არის წინასწარმეტყველების ბიბლიაში. მაგალითად, როდესაც მათე ამბობს, ეგვიპტიდან მოუხმეთ ჩემ ძეს. ეს წინასწარმეტყველება სამგანზომილებიანია. პირველი ეს ეხება მოსეს, მეორე ეს ეხება ისრაელს, მესამე ეს ეხება იესო ქრისტეს. სამივეს გადახდა, რო ვთქვათ, ეს ისტორია. და ესეც წინასწარმეტყველები ბევრია, როგორც მაგალითად ძეში ქალწული დაორსულება და ძე შეგვეძინება. ეს არის ის წინასწარმეტყველება, რომელიც ასრულდა ისრაელის უშუალოდ მაშინელ მეფეზე და ეს არის ის წინასწარმეტყველება, რომელიც ასრულდა უშუალოდ იესო ქრისტეზე. და ესეთივე სამგანზომილებიანი წინასწარმეტყველება აქაც შემოკარგება, რომელსაც ღმერთი ეუბნება ისრაელზე. და ამაში ჩანს ისრაელის ხასიათი. ეს ღმერთმა დაალოცა ისრაელი. დაალოცვა ნიშნავს, რომ ღმერთმა გამჩენმა დნმ-ში ჩაუდო ისრაელის ხასიათი, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი ებრაული ერისა, საერთოდ რომ იცოდეთ. საქმის ბოლომდე მიიყვანა, შუაგზაში არასდროს არ ჭირდებიან. ისინი თუ აკეთებენ გულიანად.
თუ არ აკეთებენ, საერთოდ არ აკეთებენ და ვერაფერი ვერ აიძულებს ქვეყანაზე მათმა გააკეთოს. მაგრამ თუ აკეთებენ, ბოლომდე მიყავს საქმე. ამაში ეს ებრაული ხასიათი და სიმტკიცე, რომ თქვენ იცოდეთ. მაგრამ ეს სიმტკიცე მოდის ღმერთის დალოცვიდან, ღმერთმა ჩაუდო. მე მინდა ერთი რამ კარგი მუხლი წაგიკითხოთ. აღიმართება ლომივით რო წერია. სიტყვა ივრითულად აღიმართება აქ არის გამოყენებული ნასა. ეს სიტყვა შემოკარგებო ჩვენ ხვდება კიდევ დაბადების წიგნში აბრაამთან მიმართებაში, როდესაც ღმერთი ეუბნება აბრაამს. ეს იწყება დაბადების 22 თავი. ამის შემდეგ გამოცადა უფალმა აბრაჰამი და გამოსცადა ეს არის ნასა. ანუ სიტყვა გამოსცა ტესტი, რასაც ქვია ტესტი და ზემოთ ასვლა ერთი და იგივე ფუძის სიტყვებია შემოკარგებო და ამ სიტყვაშივე დევს ეს ყველაფერი რომ ის რასაც ახლა ისრაელი აკეთებს ეს არის ისრაელის ტესტი რათა კიდევ სხვა დონეზე გადავიდეს. შემოკარგებო თქვენ უნდა მივხვდეთ ეს რამეს რომ ღმერთი ისრაელს ამზადებს მესიის მისაღებად. მესია რომელიც მათმა ვერ იცნეს 2000 წლის უკან მაგრამ დადგება ჟამი როდესაც ისინი იცნობენ მას. ამისათვის უნდა არსებობდეს ისრაელის ერი. ირანი ემუქრება ისრაელის არსებობას. და ახლა ცოტა რამეს ვიტყვით იმას რატომ მოხდა ეს ომი, რატო დაარტყა ისრაელმა ირანს და რა პირობები უძღოდა ამას. ამერიკის დაზვერვამ ისრაელი გააფრთხილა, რომ უკვე საათების და დღეების ამბავია, რომ ირანს ატომური ბომბი ექნებოდა. გამდიდრება იმდენად მოხდა, რომ უკვე საათებზე იყო ლაპარაკი და დღეებზე. ეს ამერიკის ის დაზვერვა, რომელიც აფრთხილებდა უკრაინას, რომ რუსეთი დაგარტყამსო და მართლაც ასე იყო. და ირანი არაერთხელ იმუქრებოდა, როდესაც ატომური ბომბა გვექნება, ჩვენ პირდაპირ დავარტყამთ ისრაელს. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ისრაელის ერი. ამაზე მიდიოდა ლაპარაკი და ისრაელმა უბრალოდ დასწრებაზე გაიმოქმედა და დაასრო ამ ყველა მოვლენებს, როდესაც შენ მტერი გემუქრება მოსაკლავად, შეხო არ დგები და არ ხარ, მოდი და მომკალი ხო არ ეუნები. ეს ხო აბსურდია და ალოგიკურია. ამიტომ ისრაელმა დაასრო. კიდევ ამ შემთხვევაში ჩვენ რო ვიცოდეთ ომის ტაქტიკას დააკვირდით, ისრაელმა დაბომბა ყველა სამხედრო ობიექტები და ყველა ის, რასაც ირანის რეჟიმი, ტერორისტული რეჟიმი წარმოადგენდა. მშვიდობიან მოსახლეებს ირანი არ ესროდა. ხოლო რა გააკეთა ირანმა? ირანმა არც ერთი სამხედრო ბაზა არ დაბომბა ისრაელის. არამედ მშვიდობიან მოქალაქეებს ესროლა რაკეტები. ესაა განსხვავება მართალომსა და კეთილსა და ბოროტს შორის, რომ იცოდეთ. ესაა განსხვავება და ამას თქვენ თუ ვერ ამჩნევთ, მაშინ თქვენ მართლა ძალიან ცუდად თქვენის. ისრაელი ბომბავს სამხედრო სტრუქტურას და იმ რეჟიმის წარმომადგენელ სტრუქტურებს, რომელიც არის ტერორისტული რეჟიმი და რომელიც აფინანსებს ამ ტერორისტებს, აფინანსებს ჰეზბოლას, აფინანსებს ჰამას, აფინანსებს ამ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც მშვიდობიან ხალხს კლავს. სამხედროებს კი არ კლავენ. სამხედროებთან კი არ მიდიან. მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ. ადამიანი, რომელიც საერთოდ არ აქვს ომთან არაფერი შეხება, იმას კლავს. ესხმიან ქალებს, ესხმიან ბავშვებს. ღაზაში რატო ხდება ამდენი ბავშვებიო, ბევრი კითხულობს. იცით რატო ხდება? ძალიან მარტივი მაგალითს გეტყვი და თქვენ გინდა იჯერეთ, გინდა, მაგრამ ეს მარტივი გადასამოწმებელია და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ტერორისტი წინ, როდესაც რაკეტას ისვრის, მან იცის რომ პასუხი მოვა უკან. მაგრამ პასუხი რომ მოვა უკან, რას აკეთებს? იცი, ბავშვს აყენებს მის წინ. რო ის რაკეტა ბავშვს მოხდეს, მერე ამან გადაიღოს ვიდეო და თქვას, აი ისრაელი ბავშვებს კლავსო. ამიტომ ხოცავენ ისინი საკუთარ შვილებს ხოცავენ. მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ დაინახოთ. და ამ ბავშვებიდან ისინი ისრიან რაკეტებს. მშვიდობიან მოქალაქეებს. რა ქნას ახლა ისინი აღარ უპასუხოს თუ იმას ქნას თავისი შვილები გაწიროს. კაი, ამას შვილები ძულს. მაგრამ ისრაელ ებრაელს ხო არ ძულს თავისი შვილი? ამას თქვენ არ უკვირდებით სამწუხაროდ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველა ადამიანია ცოდვა სიკვდილისათვის. მე როგორც მორწმუნე ადამიანი კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ომს. ვეწინააღმდეგები შეიარაღებულ კონფლიქტს. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რასაც ქრისტიანული მორალი მავალდებულებს, რომ მე დავიცვა ჩემი ოჯახი, დავიცვა ჩემი სამშობლო. ამას მე მავალდებულებს ბიბლიური ეთიკა. ხო და ამ ბიბლიურ ეთიკას შემოკარგებო, რომ გაიგოთ, ამას უნდა სწავლა ბიბლიას. თქვენ არ კითხულობთ ბიბლიას, თქვენ გირჩენოთ ღმრთელმა რაღაცა მოგიყვეს მასონებზე და ის დაიჯეროთ და 1000 გვარი სისულელეები, რომ ურიები მსოფლიოს მართავენ, ურიებმა დაიწყეს ომები. ნუ ესეთ ხალხს გული მწყდება და ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი იქნეს, რომ ასათიანი დაიხურა. ნუ მე მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. აი სერიოზულად ვერც ვუყურებ ამას ყველაფერს. სამწუხაროდ ეს ასია. მაშასა დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ ყველაფერი, მე მინდა ვთქვა, დასწრებაზე გააკეთა, რადგანაც საათები და შეიძლება დღეები და საათები ითვლიდა უკვე რომ ირანი ატომურ ბომბს გააკეთებდა და ესწოდა ისრაელს. მაგრამ ვისი ხელით ესწოდა იცი ირანი? ხუსიტების ხელით. იემენს მიყიდდა ამ ომს, ან ატომურ ბომბს ან აჩუქებდა და ასე ესროდა. ეს იყო გეგმაში ქონდა ირანს. რადგანაც ირანმა იცოდა რომ სოფლიო ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებდა ეს ყველაფერი ირანისათვის, მაგრამ ირანმა რომ პირდაპირ უშუალოდ მონაწილე არ ყოფილიყო, ამიტომ ის იემენს მიცემდა ამ ატომურ ბომბს და თუ სოფლიო გადაუვლიდა იემენს და არა ირანს. და ირანი უბრალოდ დასანქცირდებოდა როგორც ატომური ბომბის ჩუქებელი ან გამყიდველი ამ შემთხვევაში. ნუ აქ არ ვიცით რა გააკეთებდა. ამას გეგმავდა ირანი. კიდევ ერთხელ ვიმეორე, ეს იყო საათების და დღეების ამბავი, რომ ისრაელმა უბრალოდ დაასწრო თავისი დაცვა. და რადგანაც დაიწყო ისრაელმა ეს, ბოლომდე მიიყვანს ისრაელი ამას. სანამ რეჟიმი არ განადგურდება. ყველა ვინც თქვენ ლოცულობთ, ჩემოკარგებო ისრაელზე, მე მინდა გაგამხნევოთ და ვინც თქვენ უშემატკივრებთ ისრაელს, თქვენ ხართ ზუსტად იმ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვების ასრულება, რომელიც 62 თავში არის დაწერილი. ნახეთ, ესაია წინასწარმეტყველების 62 თავი. არ დავდუნდები სიონის გამო, არ დამშვიდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამომწყდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანობით მისი ხსნა. ერები დაინახავენ შენ სიმართლეს და ყველა მეფეს შენს დიდებას. ახალ სახელს გიწოდებენ, რომელსაც უფლის ბაგე გამოაცხადებს. და მეექვსე მუხლი ნახეთ, გუშაგები დავადგინეს შენს გალავანზე იერუსალიმ, არასოდეს დამდუმდებიან ისინი არც დღისი და არც ღამე. უფლის გამხსენებელო, ნუ დადუმდებით. უფლის გამხსენებელო, ნუ დადუმდებით. უფლის გამხსენებელი არის ყველა ის ქრისტიანი, ვინც მიიღო იესო ქრისტე თავის ხსნელად და თავის უფლად. უფლის გამხსენებლები, ეს არის ყველა ის ქრისტიანი, რომელიც ლოცულობს ისრაელის გამარჯვებაზე და ისრაელში მშვიდობაზე, რომელიც ლოცულობს ებრაელ ერზე. ეს არის ის წინასწარმეტყველების ასრულება, რომელსაც ესაია მიწინასწარმეტყველა 2600 წლის უკან. 2600 წლის უკან. ციფრებს დააკვირდეთ ხალხო, რას ვამბობ. გუშაგები დავადგინეს შენს გალავანზე იერუსალიმ, არასოდეს დამდუნდებიან ისინი, ყველა ვინც ისრაელის სადარაჯოზე ხართ, ლოცვით, ინფორმაციით, სწორი ინფორმაციის გავრცელებით, ყველა ვინც ემსახურებით იმას, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს ისრაელზე და ებრაელ ხალხზე, ყველა თქვენ ხართ ესაია წინასწარმეტყველის ასრულება, რომელმაც მან თქვა გალავანზე, იერუსალიმის გალავანზე. უფლის გამხსნებელებო, ნუ დადუმდებით. ილაპარაკეთ, სადაც იქნებით, სადაც მოხდებით, ყველგან ილაპარაკეთ ისრაელზე, ილაპარაკეთ იერუსალიმზე და აუცილებლად ილაპარაკეთ, რომ მესია დაბრუნდება იერუსალიმში.
ჩვენ მას მესიას ველოდებით იერუსალიმში ელეონის მთაზე. ამ ისრაელ ხაი მარანაფა. გაგრძელება იქნება.